Მიოკარდიუმის ინფარქტს ხშირად პაციენტები გულის შეტევასაც უწოდებენ. ის არის გულის კუნთის სერიოზული დაზიანება, რომელიც გამოწვეული არის მიოკარდიუმისათვის სისხლის მიწოდების შეფერხებით. ის ძირითადად ვითარდება გულის მკვებავ სისხლძარღვების, კორონარული არტერიების, შიდა შრეში არსებული ათეროსკლეროზული ფოლაქის დაზიანებით. მასზე თრომბული მასის გაჩენის შედეგად ამ სისხლძარღვის სანათურის მაღალი ხარისხის შევიწროებით ან სრულად დახშობით. მიოკარდიუმის ინფარქტი ასევე ვითარდება ამ სისხლძარღვების ემბოლიით, სპაზმით, მკვეთრი ანემიის და ტაქიკარდიების შედეგად. ანუ იმ მდგომარეობების დროს, როდესაც მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნასა და მოწოდებას შორის დისბალანსი ვითარდება. მიოკარდიუმის ინფარქტის კლასიკური სიმპტომი არის უეცრად ძირითადად მოსვენებით მდგომარეობაში განვითარებული ტკივილი გულმკერდის შუა ნაწილში რეტროსტერნალურად. შეიძლება იყოს გულმკერდის მარცხენა ნახევარში. შესაძლოა ამას თან ახლდეს ჰაერის უკმარისობა, ცივი ოფლი. თუმცა ზოგჯერ პაციენტები საკმაოდ არაკლასიკურად აღწერენ ტკივილს. ის შეიძლება იყოს ეპიგასტრიუმის მიდამოში, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, შებერილობა, უჩვეულო დაღლილობა და ასევე მოუსვენრობა, შიშის შეგრძნება. განსაკუთრებით არაკლასიკურად მიმდინარეობს ქალბატონებში, ხანდაზმულებში და დიაბეტით დაავადებულ პირებში. მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკისათვის დრო გადამწყვეტია. პირველ რიგში ფასდება ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემები, რათა გამოირიცხოს მასზე მწვავე ისჩემიური დაზიანების ნიშნები. ასევე ტარდება ლაბორატორიული ანალიზები, მათ შორის კარდიოტროპონინი, რომელიც არის გულის კუნთის დაზიანების მაჩვენებელი, ეხოკარდიოგრაფიულად ფასდება გულის კუმშვადი ფუნქცია, სარქლოვანი აპარატი და კორონაროგრაფიული კვლევის საშუალებით ვადგენთ დაზიანებული სისხლძარღვის შევიწროების ზუსტ ხარისხს. კურნალობის მთავარი პრინციპი არის მიოკარდიუმისათვის სისხლის მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა. საწყის ეტაპზე ვიწყებთ მედიკამენტურ მკურნალობას, რაც მოიცავს ტკივილის კუპირებას, ჟანგბადის მიწოდებას, ოქსიგენოთერაპიას და სრულ ანტიიშემიურ მკურნალობას. ასევე მნიშვნელოვანი არის კორონარული სტენტირება, რომლითაც ხდება დახშული ან შევიწროებული სისხლძარღვის გახსნა. როდესაც მრავალი სისხლძარღვია დაზიანებული, ამ შემთხვევაში პაციენტები საჭიროებენ კორონარულ შუნტირებას, ანუ ღია წესით ოპერაციას.